This is the best speaker today. As you know, NATO and Georgia, we are really with the package that we are going to be able to come even closer. And thank you very much. Thank you for assessing the situation. ნატოს გენერალურ მდივანთან ჩემი პირველი შეხვედრა კონცენტრირებული იყო საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ეს იყო პირველი რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების თემები, კონკრეტულად რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეფასდა როგორც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც არის გამოწვევა ევროპული და ევროატლანტიური უსაფრთხოებისთვის. ამის თაობაზე გენერალურმა მდივანმა ძალიან კონკრეტულად ისაუბრა თავის გამოსვლაში, სადაც ახსენა, რომ უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელზეც აგებულია ალიანსის ფარგლებში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი. რასაკვირველია, როგორც ასპირანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩემი ძირითადი ყურადღების თემა გახდათ პაკეტის განხორციელების ყველა ის დეტალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ კალენდარზე, იმ ვიზიტების და ერთობლივი ღონისძიებების კალენდარზე, რომელიც დაიწყება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ალიანსის საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ძალისხმევა, რაც საქართველომ გამოიჩინა ISAF-ის ოპერაციაში და ასევე ახალი მისიის ფარგლებში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ფორმატების და ნატოს დიპლომატიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოსათვის პრიორიტეტულ თემებს.